უფლება და თავისუფლება. მოგესალმებით, ეს გახლავთ გადაცემა უფლება და თავისუფლება. მე ვარ მედეა იმერლიშვილი, მე გავუწყობი გადაცემას. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ოჯახში ძალადობაზე. წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმრებს. ეკა სხილაძე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი გახლავთ. მაკა ფერაძე, შინაგან საქმე და სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი. ლაშა ჯინჯიხაძე, ადამიანით ვაჭრობის, ტრაფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოადგილე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემის დასაწყისშივე ჩვენ სტუმრებს, რომ მობრძანდით ჩვენთან. ტელეფონის ნომერს შევახსენებ ჩვენი სტუდიისას მსმენელს 240-90-240-90-91-92. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ოჯახში ძალადობაზე. თუ თქვენ გაგიჩნდებათ შეკითხვა, ან თქვენი მოსაზრება გსურთ გაგვიზიაროთ, შეგიძლიათ დაგვირეკოთ და თქვენც მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. როგორც უკვე გითხარით, ვილაპარაკებთ დღეს ოჯახში ძალადობაზე, რომელიც არის ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, მაგრამ ვიდრე ვისაუბრებთ იმაზე, რას აკეთებს სახელმწიფო მისი პრევენციისთვის ან მის აღსაკვეთად, ალბათ კარგი იქნება ჯერ განმარტოთ, რა ითვლება ოჯახში ძალადობა და რა ფორმებით ვლინდება იგი. ქალბატონო, მაგაგთხოვთ. კი ბატონო, მოგესალმებით, მივესალმები მსმენელს. დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისათვის. ოჯახში ძალადობა, როგორც სამართლებრივი ტერმინი, ქართულ საკანონმდებლო სივრცეში ჯერ კიდევ 2006 წლიდან უკვე არსებობს. კერძოდ, პარლამენტის მიერ იქნა მიღებული სპეციალური კანონი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ, რომელიც განსხვავებულად განმარტავს ოჯახის წევრის სუბიექტებს. კერძოდ, ეს არის საკმაოდ ფართო წრე, მოცემული ამ კანონის მიზნებისთვის. ასევე ამ კანონის თანახმად დღესდღეობით გვაქვს 6 სახეობა ძალადობის. კარგად ცნობილი ეს არის ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, იძულება და ახალ სიახლეს წარმოადგენს ძალადობის ახალი ფორმა, როგორიც არის უგულებელყოფა. ალბათ ამ 6 სახეობიდან ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია განმარტოთ უგულებელყოფის დეფინიცია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ახალი ტერმინია და შესაძლებელია გარკვეულწილად დაბნეულობას იწვევდეს მსმენელში, თუ რა სახის ქმედება შეიძლება ჩაითვალოს, ქმედება ან მოქმედება შეიძლება ჩაითვალოს უგულებელყოფად. აქვე ვეცდები, რომ ძალიან გასაგებენაზე ავხსნა, რომ ეს არის რეალურად მზრუნველის ან კანონიერი წარმოადგენლის მიერ შვილის მიმართ შვილის ინტერესების ბოროტა დაუცველობა. რაც ნიშნავს იმას, რომ როდესაც მშობელს აკისრია გარკვეული ვალდებულება შვილის მიმართ, ის ბოროტა თავს არიდებს ამ ვალდებულების შესრულებას და არის იქეთი ისეთი მნიშვნელოვანი დათქმა, რაც ნიშნავს, რომ თვითონ ეს მშობელი უნდა იაზრებდეს და კარგად ქონდეს გაცნობიერებული მისი ქმედება და მისი საქციელი. ნუ რა თქმა უნდა, გარდა იმისა, რომ ეს საკანონმდებლო სივრცეში ძალადობის შესახეობები გაჩნდა, ცხადია ამოქმედა შესაბამისი მექანიზმი იმისთვის, რომ ერთის მხრივ აღკვეთილი იქნეს ძალადობა და მეორეს მხრივ თავისთავად დაცული იყოს ის მსხვერპლი, რომელიც გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი თავისივე ოჯახის წევრების მიერ. ეს არის გარკვეული პოლიტიკა სახელმწიფოსი, როდესაც მან აღიარა, სახელმწიფომ აღიარა, რომ ის ვალდებულია მოქალაქე დაიცვას არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ ოჯახში. სწორედ მსგავსად იმისა, როგორც ის იცავს სხვა შემთხვევაში, ხო? არა ოჯახის წევრებისგან მოქალაქეს. ამიტომ გვაქვს ესეთი შუალედური მექანიზმი, რომელიც ერთის მხრივ ხელს უწყობს მსხვერპლის დაცვას და მეორეს მხრივ უზრუნველყოფს ან ხელს უწყობს ოჯახის ჯანსაღი ფუნქციონირებას და მისი ერთობის შენარჩუნებას. იმ შემთხვევაში, როდესაც არის ოჯახის ძალადობა და რა თქმა უნდა, მას არ აქვს ესეთი მძიმე ფორმები. კერძოდ, ეს არის შემაკავებელი ორდერი და დამცავი ორდერი, რომელზეც მე ალბათ ცოტა მოგვიანებით ძალიან დაწვრილებით ვისაუბრებ თავის კომპეტენციებით და მოქმედების აღსრულების მექანიზმით. ასევე მინდა სიახლის სახით თქვა, რომ მოგვიანებით უკვე 2012 წელს სისხლის სამართლის კოდექსში მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია და გაჩნდა ახალი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლებრივად დასჯადად აცხადებს ოჯახში ძალადობას, თუ მას აქვს სისტემატიური ხასიათი და უფრო მძიმე ფორმა, რამაც გამოიწვია პირის ტანჯვა ან ფიზიკური ტკივილი. სწორედ
ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ სახელმწიფო სათანადო ყურადღებას უთმობს ოჯახში ძალადობას, საკმაოდ ხისტად და მკაცრად უდგება ოჯახში ჩადენილ დანაშაულებს და ფაქტიურად ნულოვან ტოლერანტობას უცხადებს მოძალადეებს. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ განმარტეთ ის სამართლებრივი მექანიზმები, რომელსაც ეფუძნება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. მე მეორე შეკითხვას თქვენთან მექნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკურმა დეპარტამენტმა შემაკავებელი ორდერების მიხედვით გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები. მართლაც ძალიან საინტერესოა ამ მონაცემების ამ სტატისტიკური მონაცემების შესწავლა და გაცნობა. იქნება ამაზეც ისაუბროთ. რა თქმა უნდა, საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტი პირადულად ახორციელებს გამოქვეყნებას იმ სტატისტიკური ინფორმაციის, რომელსაც ის ამუშავებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია იხილოს ჩაშლილი დეტალური სტატისტიკა ოჯახში ძალადობის დანაშაულთან და ასევე გამოცემულ შემაკავებელ ორდერებთან დაკავშირებით, რომელიც როგორც თქვენ ბრძანეთ საკმაოდ ინფორმატიულია, გამომდინარე იქიდან, რომ იქ არის ინფორმაცია როგორც მსხვერპლის, ასევე მოძალადეების ასაკის, მათი სქესის და იმ გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ, სადაც იქნა თვით ფაქტი აღრიცხული და ფაქტი განხორციელებული. ასევე არის გარკვეული ტენდენცია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მომატებული ტენდენცია გამოცემული შემაკავებელი ორდერების, რაც ერთის მხრივ არის შედეგი იმ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიისა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა და დღემდე მიმდინარეა და მეორეს მხრივ კი იმ აქტიური და ნაყოფიერ ესე თქვა თანამშრომლობის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ქალთა უფლებებზე და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. აი ამ საბოლოო ჯამში ამ ყველა ღონისძიება მიგვიყვანა იმ შედეგებამდე, რომ უკვე მოსახლეობისთვის მეტად არის ცნობილი თუ რომელი ქმედება შეიძლება იყოს დაკვალიფიცირებული როგორც ოჯახში ძალადობა. მათ ასევე უკვე აქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა მიმართონ იმისთვის, რომ მათი უფლებები იყოს დაცული და მიმართვიანობა გაზრდილი არის როგორც პოლიციისადმი, კერძოდ ირეკება 112-ზე, ასევე წერილობითი მიმართვიანობა არის გაზრდილი, ვიცი რომ საკმაოდ დიდი მიმართვიანობა არის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ცხადია ფონდთანაც, რომელზეც ალბათ ბატონი ლაშა მოგვიანებით ისაუბრებს. ეს არის იმ მუშაობის შედეგი, რომელიც უკვე გადმოტანილია და ასახულია ციფრებში, რასაც ჩვენ ყველანი ერთად ვახორციელებთ და რისკენად ჩვენ ვისწრაფით რომ რა თქმა უნდა თავისთავად თვითონ ძალადობა იყოს შემცირებული, თუმცა მიმართვიანობა იყოს გაზრდილი და თითოეული მსხვერპლის, ამ პოტენციური მსხვერპლის უფლებები იყოს დაცული. მე აქვე ამ სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით მინდა რომ ცოტა უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ. აი ვთქვათ, ოჯახში ძალადობის სახეებიდან საქართველოში რომელი ჭარბობს, ან ვთქვათ, ძალადობის მსხვერპლი ძირითადად ვინ ხდება? მე როგორც ვიცი, 90%-ზე მეტი სწორედ სამწუხაროდ ქალია, ხომ? ან რეგიონების მიხედვით სად უფრო მეტი ფაქტი აღირიცხება რომელ რეგიონში? დიახ, საქართველოში მსგავსად სხვა ყველა ქვეყნების ამ შემთხვევაში არა ვართ გამონაკლისები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლების დიდ რაოდენობას წარმოადგენენ ქალები და შემდგომ ბავშვები. ცხადია, ჩვენც რაღაცა ვთქვათ ამ ტენდენციაში ვჯდებით. რეგიონების მიხედვით მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, თბილისი არის ლიდერი, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში უფრო მეტი მოსახლეობა არის და მიმართვიანობა შესაბამისად უფრო მეტია ვიდრე რეგიონებისა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ შესაძლოა არის ასე ვთქვათ ნაკლებობა მიმართვიანობისა რეგიონებიდან. რაც თუ ჩვენ სტატისტიკას მივადევნებთ თვალყურს, იმიტომ რომ 2014-ში იყო მსგავსი სტატისტიკა გამოქვეყნებული, ვნახავთ, რომ რეგიონებში მსგავსად თბილისისა მიმართვიანობა და გამოცემული შემაკავებლების რაოდენობა არის საკმაოდ გაზრდილი, თვალში საცემად გაზრდილი. კეთილი, ჩვენ მსმენელი გვირეკავს. მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობათ, მოგესალმებით. გამარჯობა. ერთი ჩემი ახლობელი იყო ძალადობის მსხვერპლი ოჯახში, მამის მხრიდან. დარეკა 309-ზე და ესე უთხრეს, რომ სახში მისვლით არის არ მიდივარ სახშიო. მე დარეკა პატრულში. პატრულმა გაფრთხილება მას მისცა, დიდი არაფერი, აი სად შეიძლება დავრეკოთ, როგორ მოვიქცეთ, ანუ სად შეიძლება. კეთილი, კი ბატონო, ახლა გიპასუხებს სწორედ ჩვენი სტუმარი. გმადლობთ, რომ გვისმენთ და გვირეკავთ. მადლობა ზარისთვის. აქვე მოგახსენებთ, რომ 112 არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზი, რომელიც ვალდებულია მოახდინოს რეაგირება ნებისმიერ გამოძახებაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძაც შემოდის შეტყობინება 112-ზე, ეკიპაჟი, რომელიც იმყოფება იმ არეალში, გადის გამოძახების ადგილზე, შეისწავლის
შემთხვევის ადგილზე სიტუაციას და იმ შემთხვევაში თუ არის ოჯახში ძალადობა და იგი უკვე შემდგომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად ჩათვლის საჭიროდ რომ გამოცემული იქნას შემაკავებელი ორდერი, ასეთ შემთხვევაში გამოიცემა შემაკავებელი ორდერი, რომელიც არის სამართლებრივი აქტი იმისთვის რომ დაცული იყოს მსხვერპლის უფლებები, ერთის მხრიდან და მეორეს მხრიდან მოძალადეს შეეზღუდოს გარკვეული თავისუფლება. მიზანი ისევ არის ის რომ მოხდეს პრევენცია შემდგომ უფრო მძიმე ძალადობისა და მსხვერპლის უფლებები იყოს დაცული. აქვე ხაზი უნდა გაუსვა რომ შემაკავებელი ორდერის გამოცემა არ ხდება ყველა შემთხვევაში. ამას აქვს თავისი გარკვეული წინა პირობები. ანუ სახეზე უნდა კონდეს ძალადობა და უნდა იყოს აშკარა ნიშნები იმისა რომ ძალადობა უკვე მოხდა, ან შეიძლება კიდევ გაგრძელდეს, მიიღოს უფრო მძიმე ფორმა, იმისთვის რომ პოლიციელმა მიიღოს გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გამოცემისა. როგორც მე ვთქვი, შემაკავებელი ორდერი არის შემზღუდავი ხასიათის დოკუმენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საჭიროებს შემდგომ სასამართლოში 24 საათის განმავლობაში სასამართლოში გადაგზავნას იმისთვის, რომ იყოს მომდევნო 24 საათის განმავლობაში ეს შეზღუდვები დამტკიცებული. გამომდინარე აქედან სამართალდამცავები გარკვეულწილად ფრთხილები არიან და საჭიროების შემთხვევაში გამოცემენ მხოლოდ შემაკავებელ ორდერს. რა თქმა უნდა, დეტალურად არის შესასწავლი ის შემთხვევა, რაც ახლა ზარის ავტორმა გითხრა და გვაცნობა, რატომ არ იქნა ასეთ შემთხვევაში შემაკავებელი ორდერი გამოცემული, ან რა სახის ინფორმაცია მიაწოდეს პოლიციელებს. იმიტომ რომ ვისარგებლებ აქვე შემთხვევით დავიტყვი, რომ რიგ შემთხვევებში, შესაძაც არის ფაქტზე გამოძახება და უკვე ადგილზე მისულ სამართალდამცავებთან აღარ თანამშრომლობენ მოწმეები ან პოტენციური მსხვერპლი, ასეთ შემთხვევაში სამართალდამცავს ძალიან უჭირს მიიღოს გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გამოცემისა, გამომდინარე იქიდან, რომ მას არ აქვს სათანადო ინფორმაცია იმისთვის, რომ ის დარწმუნდეს ამის შედგენის აუცილებლობაში. ძალიან დიდი მადლობა მაკა ამ მწურავი ინფორმაციისთვის. დიახ, ეკა. მეც უპასუხებ მსმენელს თუ შეიძლება სახალხო დამცველის პერსპექტივიდან, მოგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატში შექმნილია ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში, 1481 არის ცხელი ხაზის ნომერი, ასევე მოქმედებს რეაგირების ჯგუფი თბილისის მასშტაბით და ყველა ის მოქალაქე, რომელიც ჩათვლის მიიჩნევს, რომ რომელიმე უწყებამ არ გაატარა ღონისძიებები მისი უფლებების და თავისუფლების დაცვისათვის, შეუძლია მომართოს სახალხო დამცველის აპარატს. ამ შემთხვევაში, როგორც მაკამ აღნიშნა, რთულია ჩვენ შევაფასოთ, რატომ არ გამოიცა ორდერი, ან საერთოდ უნდა გამოცემულიყო თუ არა, თუმცა მოქალაქეს, როდესაც ასეთი ტიპის კითხვა გაუჩნდება და ვარაუდი იმის, რომ თქვათ შესაძლოა პოლიციელმა არ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული ღონისძიება, შეუძლია მომართოს აპარატს და ჩვენც დამატებით თვალყურს მივადევნებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებას. 1491. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ძალიან ბუნებრივად გადავედით რეაგირების მექანიზმებზე ქალბატონის შეკითხვიდან გამომდინარე. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ არის უზრუნველყოფილი სახელმწიფო თავშესაფარი. იქნება ახლა უკვე თავშესაფარზე ვისაუბროთ, როგორ და რა ხნით განთავსდებიან იქ ძალადობის მსხვერპლი ადამიანები, ან რამდენი თავშესაფარია საქართველოში და თბილისში მათ შორის, ან მსხვერპლის სტატუსი როგორ განისაზღვრება. ბატონო ლაშა, გთხოვთ. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები მსმენელს. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. ფონდის ბაზაზე ფუნქციონირებს სამი თავშესაფარი, სახელმწიფო თავშესაფარი, ამჟამად რომელიც უშუალოდ განკუთვნილი არის ოჯახის ძალადობის მსხვერპლთათვის. თუმცა ფონდს ასევე აქვს ორი კიდევ თავშესაფარი ტრაფიკინგის მსხვერპლთათვის და დამატებით თუ საჭიროება არის, მათი დატვირთვაც ხდება მსხვერპლთა რაოდენობიდან გამომდინარე. თავშესაფრებში განთავსდებიან ადამიანები, რომელსაც აქვს სტატუსი მინიჭებული. ერთ შემთხვევაში ისინი შეიძლება იყოს დაზარალებულები, აი მაკამ ისაუბრა გამოცემული შემაკავებელი ორდერის მეშვეობით ან დამცავი ორდერის მეშვეობით და მეორე მხრივ მარიანა, რომელსაც ჩვენ ასე ვთქვათ სტატუსს ვეძახით, მსხვერპლის სტატუსის მქონენი, რომელსაც ანიჭებს ჯგუფი, იდენტიფიცირების ჯგუფი, რომელსაც მიმართავენ მოქალაქეები, არსებობს სპეციალური განაცხადის ფორმა, რომელსაც ისინი ავსებენ, კითხვარია, ასე ვთქვათ. და ამ კითხვარის მეშვეობით ეს ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას თორსების 3 დღის ვადაში და მათ ანიჭებს სტატუსს. სტატუსის მინიჭების შემდგომ მათ შეუძლიათ ისარგებლონ თავშესაფრით, ან ვთქვათ, შეიძლება მათ თავშესაფარი არ ესაჭიროებოდეთ და მხოლოდ იურიდიული კონსულტაცია ესაჭიროებოდეთ, არ არის აუცილებელი რომ ადამიანს თავშესაფარში განთავსდნენ ეს ადამიანები.
სტატისტიკა ზოგადად მზარდი არის ბოლო პერიოდში 2015 წელს თავისაფრით დაახლოებით 188 ბენეფიციარმა ისარგებლა, განსხვავებით წინა წლისგან 14-ში იყო 114 ბენეფიციარი. საკმაოდ დიდია სხვაობა. წინა წელს იყო 100, ანუ მზარდი არის ასე ვთქვათ ეს სტატისტიკა. და მე აზრს ვიზიარებ და ვეთანხმები, რომ არა ძალადობა გაიზარდა ქვეყანაში, არამედ იდენტიფიცირება გაიზარდა და ხალხმა ცნობადობა გაიზარდა მოსახლეობაში და მომართვიანობა შესაბამისად შესაბამის სტრუქტურებში. ანუ ძალადობა ადრე უფრო ფარული ხასიათის იყო და ახლა ადამიანებს აღარ ეშინიათ და აღარ ერიდებათ აღიარება და ხმამაღლა თქმა იმისა, რომ შეიძლება ოჯახში იყვნენ ძალადობის მსხვერპლი. ბატონლაშო, როგორ უნდა დაგიკავშირდნენ თქვენ? მე როგორც ვიცი, შეიცვალა თქვენი ოჯახში ძალადობის საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერი და შეგიძლიათ რომ ესეც თქვათ. ახალი ცხელი ხაზის ნომერი არის 116-006. ეს ცხელი ხაზი არის სრულიად უფასო, ანუ ნებისმიერი ოპერატორიდან განხორციელებული მასეზარი არის აბსოლუტურად უფასო. ტარიფის საფასური არავის არ ირიცხება და ამის საფასურს ანაზღაურებს თვითონ ფონდი. ერთ-ერთი საშუალება ეს არის ცხელი ხაზი, რა თქმა უნდა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟსაც გადმოყავს ჩვენთან, ასევე ხშირად მიმართავენ სახალხო დამცველის ოფისს და ხდება რეფერირება ჩვენთან და ასევე ჯგუფი, რომელიც ეხლა ახსენე, იდენტიფიცირების ჯგუფი, მაშინ რაც სტატუსს მიანიჭებს მას, თავისუფლად შეუძლიათ ადამიანებს მოგმართონ მათი მეშვეობითაც. იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც ჩვენ თანამშრომლობთ, რამოდენიმე მათგანთან მემორანდუმიც იყო გაფორმებული, ხდება მათ მიერ რეფერირება ჩვენს თავშესაფრებში. ანუ სხვადასხვა გზა და საშუალება, რომელიც მოქალაქეს, რომელზეც მიუწვდება ხელი, რომელიც უფრო მისთვის მისაწვდომი არის და კომფორტული არის, შეძლო. რამდენი ხნით შეუძლია ბენეფიციარს თქვენთან დარჩენა? თქვენი სერვისით სარგებლობა? ეს უშუალოდ თავშესაფარს რაც შეეხება, თავშესაფარში აღებული არის ვადა 3 თვე. თუმცა თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში ხდება ამ ვადის გადახედვა. გააჩნიათ ინდივიდუალურ შემთხვევას თუ როგორი არის ბენეფიციარის მდგომარეობა, ანუ რამდენად იქნა მიღწეული შედეგი ან მიზანი, ანუ სხვადასხვა გარემოება შეიძლება არსებობდეს ამ ვადის გახანგრძლივების და მე მინდა გითხრათ, რომ დიდწილად ხდება ამ ვადის გახანგრძლივება. თუმცა შესაძლოა ადამიანს ერთ თვეში დატოვოს, ეს მისი ნება არის პირველ რიგში, შეიძლება რამოდენიმე დღეში დატოვოს თავშესაფარი. თუმცა პირობითად აღებული არის, ასე ვთქვათ, 3 თვე. და კიდევ ვიცით რა მაინტერესებს, როდესაც ადამიანი ტოვებს თავშესაფარს. ვინ მიადევნებს თვალს ეს თქვენს უფლებამოსილებაში შედის, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს ამაზე, თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ მიადევნებთ თვალს იმაზე, შემდეგ ეს ადამიანი ოჯახში ბრუნდება, თუ სად მიდის, ან რა ბედი ეწევა მას, ან თუ გქონიათ ხელმეორედ დაბრუნების შემთხვევები? დიახ. მე ალბათ ამოწურავად ვერ გაგცემთ ჩემის მხრიდან ამასთან დაკავშირებით პასუხს. თუმცა მუდმივად ალბათ ადამიანებს ვერც ჩვენ და ვერც ერთი ორგანო და ადამიანი ვერ გაუწევს კონტროლს და ზედამხედველობას და ასე შემდგომ. ანუ ადამიანები თავშესაფრის დატოვების თუ ასე შემდგომ განაგრძობენ ჩვეულებრივ ცხოვრებას და მათ შეუძლიათ თვითონ განაგონ თავიანთი ცხოვრება. აირჩიონ და გადაწყვეტონ სად წავიდნენ და როგორ წავიდნენ. არა, მე უბრალოდ იმას ეს ცხადია, მაგრამ გულისხმობ იმას, რამდენად უსაფრთხო გრძნობენ ეს ადამიანები თავს და რამდენად არის გარანტირებული მათი უსაფრთხოება. დიახ, და რიგ შემთხვევაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ალბათ თავარი პრობლემაც ჯამში. იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა ადამიანი ამ ქვეყანაში იყოს დასაქმებული, ყველას კონდეს დამოუკიდებლად განსაკუთრებით თქვა ამ შემთხვევაში ქალბატონებს კონდეთ დამოუკიდებლად შემოსავალი, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, რომ მათმა დამოუკიდებლად შემდგომ შეძლონ ცხოვრება და არ იყვნენ დამოკიდებული, თქვათ, ოჯახის სერიოზული პრობლემა წამოწიეს. შესაძლოა ყოფილიყვნენ, თქვათ, მოძალადეები. თუმცა ჩვენს ფარგლებში ხა მე მაგალითად რამოდენიმე ციფრი შემიძლია მოვიყვანო. წინა წელს მაგალითად ქონდა ესეთ დაახლოებით 16 შემთხვევა, როდესაც რაღაც ჩვენ ჩართულობით არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით მოვახერხეთ ის, რომ დავასაქმეთ ის დაახლოებით 16 ბენეფიციარი იყო თუ არ ვცდები, სხვადასხვა ორგანიზაციაში, სხვადასხვა დაწესებულებაში რაღაცნაირად შევეცადეთ, რომ მათთვის რაღაც საარსებო წყარო გაჩენილი იყოს. ეს ასე ვთქვათ, რაღაც შედეგი არის. თუმცა ალბათ უფრო მეტი გვინდა და უფრო მეტი არის მისაღწევი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლაშა, ჩვენ მსმენელი ყავს და შემდეგ უკვე ეკას მოვუსმენთ.
მოგესალმებით, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. ალო, გამარჯობათ. გამარჯობა. მე ასეთი შეკითხვა მაქვს. აი ნებისმიერ საკითხში შეიძლება რომ მოგმართოს თქვენ ადამიანმა, ვისაც რაღაცას ეთყობა არასწორად ექცევიან და გინდა ხელისუფლება, გინდა რომელიმე სამინისტრო და ამ შემდეგ. შეიძლება რომ იმ ადამიანს რომელიც ცulis რომ არასწორად ექცევიან, მოგმართოთ თქვენ. კი ბატონო, მოусმინეთ ჩვენს სტუმარს. დიახ, საუბრობთ ჩვენთან არის კითხვა. კი, სახალხო დამცველის აპარატ შეუძლია მომართოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც ფიქრობს, რომ საჯარო დაწესებულების მიერ არ იქნა გატარებული შესაბამისი ღონისძიებები, ან დაირღვა მისი უფლებები და თავისუფლებები. ასევე დისკრიმინაციის ნაწილში შეუძლიათ მოქალაქეებმა მოგმართონ კერძო ორგანიზაციებთან დაკავშირებული დავების შემთხვევაში. თუმცა რაზეც მე ვისაუბრეთ, თუნდაც ოჯახში ძალადობის საკითხებზე ან სხვა თემებზე იქნება ეს საპატიმროში განთავსებულ პირთა უფლებები თუ სხვადასხვა საკითხები სოციალური დახმარების კუთხით ან სხვადასხვა ეს ეხება მხოლოდ საჯარო დაწესებულებების მიერ განხორციელებულ ქმედებებს. სახალხო დამცველის აპარატში ძალიან ბევრი დეპარტამენტია, თემატური საქმიანობა თითქმის ყველა უფლების მიმართულებით მიმდინარეობს და რა თქმა უნდა შეუძლიათ რომ მოგმართონ. და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ნომერი 1491 ბატონ შეუძლიათ დარეკოს და უშუალოდ ჩვენი კონსულტანტები მისცემენ ამ მომწურავ ინფორმაციას. რაც შეეხება, მინდა გამოვეხმაუროთ თქვენს შეკითხვას. სამწუხაროდ საქართველოში არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისათვის დახმარების პროგრამები, რაც მათ დაეხმარებათ დასაქმებაში, რაც მათ დაეხმარებათ საცხოვრებლით უზრუნველყოფაში. არ გულისხმობთ ჩვენ რა თქმა უნდა ჩუქება საცხოვრებლის, არამედ გულისხმობთ დროებით ღონისძიებას თავშესაფრის შემდეგ პერიოდში, რომ მათ დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება შეძლონ და ხშირად ის დახმარება, რაზეც ბატონი ლაშა საუბრობდა, არის სპონტანური და ფონდის მაქსიმალური მონდომებით და ასე ვთქვათ, რაღაცა ესეთი ჩართულობით ხორციელდება, მაგრამ ეს არ არის ყველა მსხვერპლისთვის, ხომ? ჩვენ განვახორციელეთ მონიტორინგი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების და გამოიკვეთა, რომ თავშესაფრის დატოვების შემდეგ ძალიან დიდი პროცენტი მსხვერპლების ბრუნდება ისევ ოჯახებში. იმ პირობებში, როდესაც მოძალადეთა ძალადობრივი ქცევის კორექციისთვის არც ერთი ნაბიჯი არ არის გადადგმული, ხომ? რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობები დღემდე არ იღებენ ვალდებულებას, რომ უზრუნველყონ დროებითი საცხოვრებლით განთავსებისათვის საჭირო თანხებით მსხვერპლების უზრუნველყოფა. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და ბატონი ლაშა დამეთანხმება, რომ ასეთი მსხვერპლები წრეზე, ასე ვთქვათ, ისევ ბრუნდებიან ამ სერვისებში. მსხვერპლი, რომელიც თავშესაფარში იყო, უფრო მეტ ინფორმაციას ფლობს და რა თქმა უნდა, განმეორებითი ძალადობის შემთხვევაში მოგმართავს, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ხშირად არ უნდათ მათ თავშესაფარში წასვლა 3 თვით, რადგან იმ 3 თვის მერე ისევ მოძალადე ოჯახში უნდა დაბრუნდნენ და ისევ იმ პირობებში აღმოჩნდნენ და ფიქრობდნენ, რომ ეს უფრო გააღიზიანებს ოჯახის წევრებს. ასე რომ ეს ძალიან დიდი ჩვენ მსმენელი ყავს, ეკა, დიდი მადლობა. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ხართ. შეიძლება არა გითხრათ? რა თქმა უნდა, გისმენთ. რაშია იცით საქმე? მე უკვე 76 წელს ხარ 77-ში ვარ. მუშაობდი რადიო ქარხანაში 25 წელი. 25 წელი უმაღლესად დავამთავრე ყველაფერი. ებრაელი გახლავთ შეიძლება არა აქვს მაგ მნიშვნელობა, მაგრამ მქონდა დახმარება 60 ლარი პენსიად და მე ესე იგი არც დედა მყავს, არც მამა მყავს, არც ძმა მყავს, არც არავინ არ მყავს სახლში, არ გავთხოვილი ვარ, არც ქმარი მყავს, არც შვილი მყავს. ვარ მარტო ხანდახან მიშვილები კი პატარა ლუკმის პურს მადლებენ, მაგრამ ჩემი დახმარება 60 ლარი ამოვიდა, რა ვიცი, რა ქვია იმას ინსპექტორი თუ ვინმე, ვიცით თუდად ვიყავი და რო დააკაკუნა, ჯერ მაგრა დააბრახუნა, გამიღე კარებიო. მე ვთხარი, ვინა ბრძანდები, ვინა ხართ მეთქი და მე შემოწმებაზე მოვედიო, რომ გეკუთვნის თუ არა, რომ უნდა შეგამოწმო. მე ვთხარი, მე არ შემიძლია, ეხლა კარებს ვერ გავაღებ, კეთილი ვიყავი და მე თვითონ ჩამოვალ, ან ხარ თუ შეიძლება ამობრძანდით მეთქი. ამ თუსაც კარებში ვცხოვრობ, იმიტომ რომ დაინგრა ჩვენი კარხანა და წამოვედი კარებში. ქალბატონო, შეკითხვა ხომ არა გაქვთ კონკრეტული, გასაგებია თქვენი. ერთი წელი თუ არ მოგიხსნი ამ დახმარებასაო. ქალბატონო, მართლა მომიხსნა ერთი წელი. ბევრი პრობლემები გამიჩინეს, მაგრამ მე გამარკვიეთ
ეგენი მართლები არიან ჩემთან თუ არა სად წავიდე რომ ვიცილო უკვე 76 წლის ვარ არც ვარ ბევრი პრობლემები მაქვს აქ შემიქონეს ბევრი პრობლემები მარტო ცხოვრობ ფებრუარი ვარ და არ ვიცი ამათთვის ალბათ მნიშვნელობა აქვს კეთილი დიდი მადლობა რომ გვირეკავთ და გვისმენთ ამაგებინეთ მეკუთვნით ან სად წავიდე რომ გავარკვიო ჩემი გიპასუხებენ აი მოусმინეთ ჩვენ სტუმრებს და გასცემენ თქვენს შეკითხვას პასუხს სავარაუდოდ ქალბატონ სოციალური დახმარების კუთხით შეექმნა პრობლემა 15:05 არის საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერი შეუძლია ქალბატონს ამ ნომერზე დარეკოს ასევე შეუძლია ქარელში ადგილობრივ ტერიტორიულ სამსახურს სოციალური მომსახურებისას მიმართოს თუ მას ურჩევნია რომ დარეკოს და გადაადგილების პრობლემა აქვს 15:05 არის მათი ნომერი და შეუძლია რომ დარეკოს და იქ უფრო კონკრეტულად დააკვალიანებენ კეთილი ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს თემას ოჯახში ძალადობის თემას ეკა როგორია საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სახელმწიფო უწყებების მიმართ ოჯახში ძალადობას რაც შეეხება ამ პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზოგადად სამართალდამცავთა ჩართულობა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მაჩვენებელი საკმაოდ გაიზარდა და ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ტენდენცია. თუმცა ამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტო პოლიციელი ვერაფერს ვერ გახდება, რადგან ეს არის უფრო კომპლექსური პრობლემა და სტატისტიკაც გვიჩვენებს, ხომ, რომ მხოლოდ ფიზიკური ძალადობა არ ხდება საქართველოში, თუმცა სამწუხაროდ ფსიქოლოგიური ძალადობა, იძულება და ძალადობის სხვა ფორმები რთულად იდენტიფიცირებადია. შესაბამისად, ჩვენი დიდი ხნის რეკომენდაცია არის, რომ სოციალური მუშაკები ჩაერთნონ და გაძლიერდნენ ამ საკითხებზე მუშაობისას. დღეისთვის როგორია მათი ჩართულობა? მათი ჩართულობა ჯერჯერობით ქალის შემთხვევაში არ ხდება მხოლოდ ხანდაზმულთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. უახლოეს პერიოდში გვაქვს დაპირება, რომ ისინი ჩაერთვებიან, თუმცა მათი რიცხვი იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია ვისაუბროთ მათ სრულყოფილ მონაწილეობაზე ამ საკითხების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მხოლოდ დიდ ქალაქებშია მაღალი მომართვიანობა და მაღალი იდენტიფიცირების მაჩვენებელი, როგორც არის თბილისი, ქუთაისი, კახეთის, ასე ვთქვათ, ისეთი ადგილები, სადაც მაღალია. მაგრამ რაჭა-ლეჩხუმში მაგალითად საერთოდ ძალიან მცირე რიცხვი გვაქვს ასეთი ოჯახში ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირების და ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ ჩვენთან აქ ხდება ძალადობა თბილისში და იქ არ ხდება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა რეგიონებში, მაღალმთიან რაიონებში და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში კვლავ ძალიან დაბალია. და რთულია ვისაუბროთ მათთვის ინფორმაციის სრულყოფილ ხელმისაწვდომობაზე, როდესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს აქვთ დამატებით ენობრივი ბარიერი და არ ვიცი, მაკა შეიძლება დამეთანხმო, შეიძლება არა, პოლიცია, სოციალური მომსახურების სააგენტოს არ აქვს საკმარისი რესურსი ენობრივი კომუნიკაციის თვალსაზრისით გულისხმობ, რომ საინფორმაციო კამპანიის წარმოებისას მათი აქტიური ჩართვა მოხდეს. და ისევ 2000-ზე მეტი ორდერი დაიწერა გასულ წელს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორდერების აღსრულების მონიტორინგი იყოს უფრო მეტად დანერგილი, რისკების შეფასებაზე დაყრდნობილი და უფრო გაძლიერებული, იმიტომ რომ ხშირად ერთი მექანიზმის გამოყენების შემდეგ ადამიანი აღარ მიმართავს, დარღვევის შემთხვევაშიც კი აღარ მიმართავს პოლიციას, ამიტომ უფრო პროაქტიული ქმედებები იქნება სასურველი. აი წეგან როდესაც საუბრობდით ჩვენ მსხვერპლის შემდეგ ოჯახში დაბრუნებაზე, ბუნებრივია რომ ჩნდება ეს კითხვა მოძალადესთან თუ არავინ არ მუშაობს, ან ოჯახის წევრებთან, რა თქმა უნდა, მას ხვდება იგივე ნიადაგი, საიდანაც წამოვიდა, ხომ? თუ არის რაიმე სერვისი უშუალოდ მოძალადეებისთვის, ან ტრენინგები, ან ვინმე თუ მუშაობს მათთან, ან ფსიქოლოგი. კი ბატონო, კანონი ითვალისწინებს ძალადობრივი ქცევის კორექციისკენ მიმართულ ღონისძიებების გატარებას, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ პრობაციონერების ნაწილში ვხვდებით ასეთ აქტივობებს. ყველა ის პირი, რომელიც პრობაციონერია ოჯახში ძალადობით ჩადენილი დანაშაულის გამო, ისინი გადიან ასეთი ტიპის საუბრებს, შეხვედრებს ფსიქოლოგებთან და სპეციალისტებთან. თუმცა დანარჩენ ყველა შემთხვევაში, აი თუნდაც ვთქვათ, რასაც ვსაუბრობ, ჩემაკავებელი ორდერების შემდეგ იდენტიფიცირებულ მოძალადეებთან, ან იმ პირების პარტნიორებთან, ან მოძალადე ოჯახის წევრებთან, რომლებმაც თავშესაფრის სერვისი მიიღეს, მათთან მუშაობა არ ხორციელდება. სამწუხაროდ, ჩვენ ამას უფრო ძალადობრივი ქცევის კორექციას ვეძახით, რომელიც შეიძლება წარუმატებელი იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება წარმატებულადაც დასრულდეს და ეს არის ძალიან
დიდი პრობლემა და მთავარი გამოწვევა, რაც ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ ნამდვილად გვაქვს. შესაბამისად, მე სერვირების გადატვირთვა ხდება და ჩვენც მაგალითად სახალხო დამცველის აპარატში ერთი და იგივე ადამიანი მოგმართავს 3-ჯერ, 4-ჯერ და მეტჯერ, იმიტომ რომ თუ არ მოხდა ამის განეიტრალება და ყველას არ უნდა თქვა პარტნიორთა შორის ძალადობაზე როცა ვსაუბრობთ განქორწინება და ვერც ვეტყვით ადამიანებს, რომ იცი რა თავი არიდე მაშინ და შენ სადმე წადი თუ არ გინდა რომ იძალადოს, ხო? ეს არის ძალიან დიდი. შეიძლება გავაკეთებ ერთ განმარტებას, რომ მსმენელისთვის კარგად იყოს გასაგები, რომ ყველა მსხვერპლი არ მიმართავს თავშესაფარს და არნიშნავს იმას, რომ თითოეული მსხვერპლი უნდა რამდენიცეც იქნა დაუშვათ შემაკავებელი ან დამცავი ორდერი გამოცემული, უნდა განთავსდეს თავშესაფარში და ისარგებლოს. ეს არის მხოლოდ თვითონ მსხვერპლის ნებაყოფლობით გადასაწყვეტი, თუ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ იყოფება იმ შემთხვევაში თავშესაფარში გამომდინარე იქიდან რომ შეიძლება თავი ვერ დაიცვას, ასეთ შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას თვითონ მსხვერპლი და შემდგომ პოლიციელი ვალდებულია რომ გადაიყვანოს თუ ამის საჭიროება არსებობს. ასევე მინდა კარგად განმარტო რომ შემაკავებელი ორდერი არ ნიშნავს ავტომატურად განქორწინების საფუძვლს. ცხადია შემაკავებელი ორდერი გარკვეულწილად პრევენციული ხასიათის დოკუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს ერთის მხრივ როგორც თქვი უკვე მსხვერპლის უფლების დაცვას იმითი რომ შეზღუდვას უწესებს მოძალადეს რომ მან აღარ განაგრძოს ამ პირზე ძალადობა. მინდა გითხრათ რომ ეს შემაკავებელი ორდერი არ არის 100%-იანი გარანტია, ამის ილუზია არ მინდა რომ კონდეს მოსახლეობას, რომ თუ შემაკავებელი ორდერი გამოიცემა მეორე დღეს ეს მოძალადე უკვე აღარ იქნება მოძალადე და ის იქნება სამაგალითო ოჯახის წევრი, რა თქმა უნდა ეს ამას არნიშნავს, თუმცა გვაქვს წარმატებული შემთხვევები, რაზეც ძალიან მიხარია და უნდა აღვნიშნო, რომ შემაკავებელი ორდერი და დამცავი ორდერიც მათ შორის როგორც პრევენციული ხასიათი მუშაობს. ჩვენ კიდევ ერთი მსმენელი ყავს, მოდით მოვხსმინოთ მას. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. გამარჯობათ. გამარჯობა ბატონო. ეს სახალხო დამცველის აპარატია თუ ადამიანის უფლებათა დაცვა თქვენი ორგანიზაცია? სახალხო დამცველის აპარატი. ეს რომელ ქუჩაზე და რა ნომერში? კი ბატონო, შეგვიძლია რომ ვუთხრათ. რამიშვილის 6 ნომერშია სახალხო დამცველის აპარატი თბილისში და ასევე გვაქვს 8 რეგიონული ოფისი, თუმცა 1491-ზე თუ დარეკავენ, თუ რეგიონებში აინტერესებთ მისამართი, ამასაც შეატყობინეთ. 1491-ზე შეგიძლიათ რომ დარეკოთ და მოგაწვდიან ინფორმაციას. კეთილი, განვაგრძოთ საუბარი, აი თქვენ საუბრობდით ახლა სწორედ შემაკავებელან და დამცავ ორდერზე. რა ხდება მაშინ თუ მოძალადე არღვევს ამ ორდერით გათვალისწინებულ პირობებს? კი, რა თქმა უნდა, პარალელურად იმისა, რომ შემაკავებელი ორდერის და დამცავი ორდერის მექანიზმი იქნა შემოღებული როგორც ადმინისტრაციული მექანიზმი, ცხადია, მის დარღვევაზე არის პასუხისმგებლობა გათვალისწინებული, კერძოდ ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში კონკრეტული მუხლი, რომელიც აწესებს პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის. პირობა შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე განსაზღვრული ორდერით. ნებისმიერ შემთხვევაში ერთი პირობის დარღვევაც კი უკვე ჩაითვლება დარღვევად და პირი შესაძლებელია მიცემული იქნეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებაში, რაც არის 7 დღემდე პატიმრობა ან გამოსწორებული სამუშაოები. ასევე უნდა ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ პირს უკვე აქვს ადმინისტრაციული სახთელი დადებული ამ კონკრეტული მუხლით, ანუ ორდერის პირობის ან პირობების დარღვევისთვის და იგი განმეორებით ჩაიდენს მსგავს ქმედებას, ასეთ შემთხვევაში უკვე დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. უფრო მძიმდება, ასე ვთქვათ, მისი მდგომარეობა. ამის შესახებ, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი, როდესაც ავსებენ შემაკავებელ ორდერს, დეტალურ ინფორმაციას აწვდიან, როგორც მოძალადეს, ასევე მსხვერპლს და სხვა დანარჩენ ოჯახის წევრებს, გამომდინარე იქიდან რომ გარკვეული მორალური პასუხისმგებლობა გადმოდის მსხვერპლზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომ შეატყობინონ სამართალდამცავებს შემაკავებელი ორდერის პირობის ან პირობების დარღვევის შესახებ. აი მინდა რომ კარგად განმარტო, კარგად აინახოს მოსახლეობამ, რომ ეს მონიტორინგი არის ყველაზე რთული მექანიზმი შემაკავებელი და დამცავი ორდერის პირობების მონიტორინგი. რომ განვიხილოთ ერთი შემთხვევა, ხო შეიძლება მოძალადეს აეკრძალოს ერთი და იგივე ორდერით, მიუახლოვდეს მეუღლის სამსახურს სიტყვაზე და მიუახლოვდეს შვილს, რომელიც შეიძლება დადიოდეს სკოლაში, ცეკვაზე, მასწავლებელთან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ბუნებრივად წარმოუდგენელია რომელიმე სამართალდამცავმა ან რომელიმე უწყებამ 24 საათიანი მეთვალყურეობა დააწესოს ამ მოძალადის მარშრუტზე ან ამ პირობების შესრულებაზე. ამიტომ გარკვეული
პასუხისმგებლობა თვითონ მსხვერპლის არის, რომ მან უზრუნველყო სამართალდამცავის ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, თუ დარღვეული იქნა მოძალადის მხრიდან შემაკავებელი ორდერის პირობა. თუმცა აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ სწორედ იმიტომ, რომ ეს იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ შემთხვევაში და მე უკვე სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას, თვითონ ოჯახის წევრები, მსხვერპლები და მათი ოჯახის წევრებიც არიან ლოიალურები მოძალადეების მიმართ და ამ მიმართულებით მიმართვიანობა გვაქვს უფრო ნაკლები, ვიდრე დავუშვათ პირველად შემთხვევაში შეიძლება იყოს ეს. ძალიან დიდი მადლობა. აი ცოტა ხნის წინ ბატონ ალაშამ თქვა, რომ საგრძნობლად არის გაზრდილი წინა წლებთან შედარებით თავშესაფრების ბენეფიციართა რიცხვი. თქვენ თუ შეგიძლიათ გვესაუბროთ იმ დინამიკაზე, რაც არის ბოლო წლების განმავლობაში თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით. კონკრეტულად თქვენ გაიტესეთ სახეობებიდან დიახ, სახეობებიდან და ახლა წელს 2016 წელს სამწუხაროდ უკვე რამდენიმე შემთხვევაა ქალების მკვლელობის, ოჯახურ ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის. კი, სამწუხაროდ რა თქმა უნდა ეს მკვლელობა არის ჩვენი დიდი ტრაგედია. და მით უმეტეს თუ ის არის ოჯახის წევრის მიერ ჩადენილი და დაკვალიფიცირდება როგორც ოჯახური დანაშაული, სწორედ მინდა ვთქვა, რომ სწორედ ეს ღონისძიებები, რომლებიც და ის მექანიზმები, რომელზეც მე ხა უკვე ვისაუბრეთ და ვახორციელებ, სახელმწიფო ახორციელებს იმისთვის, რომ ოჯახში ძალადობა იქნას კონტროლირებადი სახელმწიფოს მიერ, ერთის მხრივ მსხვერპლი იყოს დაცული და მეორეს მხრივ პრევენციული ღონისძიება გაატაროს ოჯახის წევრებს შორის, ემსახურება იმას, რომ ეს მკვლელობები და მძიმე სახის დანაშაულები იქნას თავიდან აცილებული. თუმცა კიდევ უნდა გავემეორო, რომ შემაკავებელი ორდერი არის პრევენციული ხასიათის ღონისძიება, რომელიც ვერ იქნება გარანტია იმისა, რომ დანაშაული არ მოხდება. სამწუხაროდ მსოფლიოში არ არსებობს ისეთი მექანიზმი, რომელიც 100%-ით უზრუნველყოფს დანაშაულის თავიდან აცილებას. ჩვენ ბევრი ვისწავლეთ ამის შესახებ, ბევრი ქვეყნების მაგალითები გავიზიარეთ, მათი საუკეთესო გამოცდილება შევისწავლეთ, თუმცა ესეთი მზარ რეცეპტი იმისა, რომ რომელიმე სახის დანაშაული და მით უმეტეს ოჯახში ჩადენილი დანაშაული თავიდან იქნას აცილებული, სამწუხაროდ ესეთი არ არსებობს და ვერც ჩვენ ვერ გამოვდექით ასეთ შემთხვევაში გამონაკლისები. თუმცა ყველა ის ღონისძიება, რომელზედაც თავს არ ზოგავს შინაგანსაკუთრებთა სამინისტრო ფონდი იქნება თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება მეტი მსხვერპლის უფლება იქნას დაცული, სწორედ იმ ღონისძიებებით, როგორიც არის ისეთი შუალედური მექანიზმი, რაც არის დამცავი და შემაკავებელი ორდერი. კეთილი დიახ, ეკა. აქვე უნდა დავამატოთ აუცილებლად, რომ მთლიანი ასე ვთქვათ ტვირთი და ის არ უნდა გადავიტანოთ სამართალდამცავებზე, აქვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების მზაობას. ჩვენ როდესაც 2014 წელს 17 ქალი იქნა მოკლული ოჯახში ძალადობის პირობებში და ვუყურებდით მედია საშუალებებით გასულ გადაცემებს, სიუჟეტებს, თითქმის ყველა შემთხვევაში მეზობელი, ახლობელი ინფორმირებული იყო ოჯახში ძალადობის შესახებ და ძალიან მცირე იყო ისეთი შემთხვევების რიცხვი, როდესაც პოლიციაც იყო ინფორმირებული. ანუ რის თქმა მინდა, საზოგადოებამ უნდა გაითავისოს ის პასუხისმგებლობა, რაც მეზობელ კარს მიღმა ხდება, არის ჩვენი ტკივილი, ჩვენი პრობლემა. და არ ნიშნავს ეს ოჯახის საქმეში ჩარევას, თუ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ავარიდებთ, თავიდან ავიცილებთ ისეთი დანაკარგს, როგორიც არის ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ამიტომ საქართველოში სამწუხაროდ დუმილის კულტურა კვლავ რჩება აქტუალურ პრობლემად და ჩვენ სამწუხაროდ თვალებს ხუჭავთ ჩვენს გვერდით მიმდინარე მოვლენებზე და ეს ძალიან კარგად გამოჩნდება ხოლმე ქალთა მკვლელობების შემთხვევებისას. თუმცა რა თქმა უნდა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი იმის ალბათობა, რომ პოლიცია მიცოდა ამის შესახებ და შესაბამისი ღონისძიება არ გაატარა. მაგრამ საზოგადოებას არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი პასუხისმგებლობა და ჩვენი მოქალაქეობრივი თვითშეგნება უნდა იყოს მაღალი. გეთანხმებით აბსოლუტურად, მადლობა ეკა. ბატონ ლაშა, გადაცემა სრულდება. თქვენ ხომ არ გსურთ ამ საკითხებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთოთ? მე აუცილებლად მინდა აღვნიშნო ის, რომ ახლოს პერიოდში გეგმავთ და გაიხსნება კახეთის რეგიონში ახალი თავშესაფარი ოჯახის ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი. პრინციპში სარემონტო სამუშაოები დასრულებული, აღჭურვის პროცესი მიმდინარეობს. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ქალაქ თბილისში გაიხსნება კრიზისული ცენტრი, სადაც ასევე ანალოგიურად მიმდინარეობს სამუშაოები რამოდენიმე. შეგიძლიათ რომ აი მოკლედ განგვიმარტოთ, რას ნიშნავს კრიზისული ცენტრი და რით განსხვავდება თავშესაფრისგან განსხვავებით, კრიზისული ცენტრში შეიძლება ადამიანები მივიღოთ სტატუსის გარეშე.
თუ კი თავის საფარში მოსახვედრად ადამიანს ესაჭიროება რაიმე სტატუსი კრიზისულ ცენტრში, ხდება მათი დაუყოვნებლივი მიღება, შემდგომ მათთან მუშაობის შედეგად დაზუსტება იმისა თუ ისინი რამდენად ძალადობის მსხვერპლი არიან თუ სხვა მიმართულებით ჭირდებათ მათ დახმარება, ასე რომ და აქ დამცებიან ადამიანები დაახლოებით 10 დღის ვადით. მათთან მუშაობს ფსიქოლოგი, იურისტი, სოცმუშაკი, რა ვიცი. ანუ ახლოს პერიოდში ეს კრიზისული ცენტრიც იქნება სახელმწიფო ბაზაზე ქალაქ თბილისში. ერთი მინდა კიდევ დავამატო სოცმუშაკებს რაც შეეხება ამ მიმართულებითაც მუშაობს ფონდი და უბრალოდ მითომ და ამეღნიშნავენ და ჩვენც ჩართულები ვართ ამაში რომ წელს უკვე სოცმუშაკები იქნებიან ასე ვთქვათ პირველ ეტაპზე გადამწადებულები ამ მიმართულებით ოჯახში ძალადობის მიმართულებით რომ მათ სპეციალური განათლება ჰქონდეთ იმისა რომ გრძნობელობა ჰქონდეთ და სენსიტიურობა ამ პრობლემის მიმართ. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა მსმენელს ვაცნობო, რომ სწორედ აი ამ პერიოდში რამდენიმე დღეა რაც თბილისში იმყოფება ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე გაერო სპეციალური მომხსენებელი დუბრავკა სიმონოვიჩი, რომელიც სწორედ ხვალ ხვდება ჟურნალისტებს და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ამ ადამიანთან შეხვედრა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი არის ამ ადამიანის მასპინძელი. ესე დაემთხვა, რომ სწორედ ამ თემაზე შეგვიძლია მისგანაც ალბათ რეკომენდაციების მოსმენა და საინტერესო იქნება მასთან შეხვედრა. ჩვენ სტუმრებს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დღეს ჩვენთან მობრძანებისთვის, ჩვენ ამ თემებს მომავალში კიდევ დავუბრუნდებით. შევახსენებ მსმენელს დღეს ჩვენ საუბრობდით ოჯახში ძალადობაზე. ჩვენი სტუმრები იყვნენ ეკა სხილაძე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი, მაკა ფერაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი, ლაშა ჯინჯიხაძე, ადამიანით ვაჭრობის, მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორის მოადგილე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ ჩვენთან მობრძანებისთვის. მომავალ შეხვედრამდე. უფლება და თავისუფლება.